ესეთი ნაძილები არიან ამ შემთხვევაში ეს საზოგადოება რომლებიც აი ეს ერთად შეიკრიბა. ფაქტია თორე როგორ შეიძლება შენ მონღოლი გინდოდეს შენს ქვეყანაში, დამყრობელი გინდოდეს შენს ქვეყანაში, იმის რაღაცა საჭმელი მოგიტანოს და მე იმ საჭმელს საკეთებდე. და ამით ხარობდე, რომ აი რა კაია რომ მე ვიღაცამ დამიპყრო და ამით ესე იგი როგორ სიამოვნებით ლაპარაკობდა ამ ყოველივეს. და აი არ ვიცი მათი მსოფლმხედველობა სად გადის, ანუ არ ვიცი ეს არც ეს ბატონიკო არც გლობალისტებიც არ არიან, არც გლობალისტიც როგორ შეიძლება იყოს, როდესაც მას უხარია რომ სხვა ქვეყანამ დაირყოს მისი ქვეყანა და ამით ხარობს, იმიტომ რომ რაღაცა საჭმელი ახალი კერძი შემოვიდა მის ქვეყანაში. ეს ხო ყოველად წარმოუდგენელია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, აი ხა თქვენ ხო უყურებთ ხალხო, იქ კიდე რომ გამოდიხართ და მრავალჟამიერ ზღერი ხართ და თან აი ესეთი ადამიანები ყავთ იქ, რომლებიც აი ამ აქციების სახეები არიან, დაფიქრდით რა ბოლო-ბოლო ვის გვერდით ხართ და დავანებოთ თავი. აი ერთი მარტივი კითხვა მაქვს ხოლმე ყოველთვის აი ამ აქციებზე ვის დგეხართ და ვერცეთი ვერ ცემთ ხოლმე საჯაროდ პასუხს. რატომ იცით? იმიტომ რომ ფარავთ რეალურად თქვენ ცნობიერში თორე მე კი ვიცი რეალურად ვისი მომხრეები ხარ და ვისი მომხრეები არ ხართ. მაგრამ მე ვეკითხები ხოლმე ბატონ ნიკოლოზ მათ ერთ კითხვას რა აი ამ სოციალურ ქსელების მეშვეობით, როდესაც მოკლედ დამაბულინგებენ ხოლმე გადამივლიან, იქ რაღაცა ცუდად მომიხსენიებენ, ჩემს ოჯახს შეეხებიან, მოკლედ ყველანაირი ზღვარს ხო გადადიან ეგენი, მაგათ ხო არანაირი მორალი არ აქვს და არანაირი ზნე ჩვევები არ აქვს და ვეუბნები ხოლმე აი ამ შემოსეულ ტროლებს და ბოტებს რა, რომ აი კარგი დაუშვათ, თავრობა ეს თავრობა არ გინდა. მარტივი კითხვას რომელი თავრობა გინდა? აი ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? ერთს არ აქვს პასუხი, იცით თქვენ? პასუხი არ აქვს, აი დაუშვათ ნაციონალური მოძრაობა უნდა მოვიდეს. რაღაცა ნიკა გვარემიას პარტია უნდა. არცეც არ აქვს. არა, მე კიდე ამ რუსებს არა, რატო არ აქვს, იცით? იმიტომ რომ ერთი ადგილი არ ყოფნით, რომ თქვან რომ აი ნაციონალური მოძრაობა მინდა რომ მოვიდეს. იმიტომ რომ ფარავენ ამას. თორე რეალურად ვინ მოვა? აი ეს კიფშიზე ხო არ მოვა ხელისუფლებაში. ხო ისევ ნაციონალური მოძრაობა და ისევ ის ეგრეთ წოდებული ლობისტები განაგებენ და ისევ ეს ლობისტები ჩაიდებენ ფულს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის გუშინ აგერ ტაში როგორ უკრეს. ისევ მათი კომპანიები, ის 1000 კომპანია თუ 500 კომპანია, ისევ ხო ეს კომპანიები ჩაიდებენ ფულს. კი ბატონო, ხო და დაფიქრდით რა ბოლო-ბოლო